კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ახლა უკვე YouTube არხზე, რომელსაც დავარქვი დიზაინერის დღიური. მე ვარ ანდრე შაკიაშვილი, ციფრული პროდუქტების დიზაინერი და ჩემი მთავარი საქმიანობა არის აპლიკაციების და საიტების დიზაინის შექმნა. ასევე ვცდილობ, რომ ადამიანებს დავანახო, აუხსნა, რომ დიზაინი არის არა მხოლოდ ვიზუალი, არამედ მის უკან დგას რაღაც კონკრეტული აზრი და გამოცდილება. ეს არის ჩემი პირველი welcome ვიდეო, სადაც მოგიყვებით, რას ვაპირებ ამ არხზე და რას უნდა ელოდოთ თქვენ ჩემგან. რატომ დიზაინერის დღიური ბევრი იკითხავს ახლა, რომ რატომ აინდომაინც ეს დასახელება. ამ არხზე თქვენ ნახავთ ჩემს პირად ხედვებს, გამოცდილებებს, დაკვირვებებს, იქნება არა მშრალად რაღაც დიზაინ რევიუები, არამედ რაღაცა კონკრეტული ისტორიების და ამბების მოყოლა დიზაინზე ვიდეო ესეების ფორმატში. რა არის ახლა ამ არხის მთავარი აზრი და როგორი ფორმატი იქნება? ეს არხი აწყობილი იქნება ვიდეო ესეების ფორმატზე. რაც გულისხმობს, რომ მე ვისაუბრებ დიზაინზე, სხვადასხვა თემებზე, რასაც იდეაში ისედაც ვაკეთებ Instagram-ზე და ძალიან ბევრი ადამიანს მოწონს და პირადშიც ბევრი შეტყობინება მომდის, რომ ეგეთი სტილის ფორმატი ახლა უფრო ბევრად სასიამოვნო და კომფორტული საყურებელია. თუმცა Instagram-ისგან განსხვავებით YouTube უფრო მეტი რაღაცის საშუალებას იძლევა. თუნდაც დროის მხრივ, რომ შემიძლია მაგალითად 10 წუთიანი, 15 წუთიანი ვიდეოები ჩავწერო, ასევე უფრო სიღრმისეულად მიმოვიხილო სხვადასხვა თემა დიზაინზე და ეს თემები შეიძლება იყოს ძალიან ბევრი. მაგალითად, აპლიკაციების და საიტების დიზაინის მიმოხილვა, ფილმების და სერიალების დიზაინი შეიძლება იყოს, მაგალითად, რაღაცა ფერები, კომპოზიცია, ვიზუალური სტილი, ენა, გრაფიკა, რასაც რეჟისორები იყენებენ იმისათვის, რომ აუდიტორიამდე თავიანთ სათქმელი მიიტანონ. გეიმინგ მიმართულება, როგორ აწყობენ თამაშებს, როგორ იყენებენ, რა დიზაინს იყენებენ თამაშების შექმნისას და მთელი ეს მექანიკები, რაც გეიმინგში არის ჩაშენებული. ძალიან მნიშვნელოვანი არის შეფუთვების დიზაინი, ცალკე შეიძლება განვიხილო, რომელიც გრაფიკულ დიზაინერებს დაინტერესებთ. სარეკლამო და მარკეტინგული კამპანიების დიზაინი, კონკრეტული კომპანიების იდენტობის, ბრენდ აიდენტიტის მიმართულებები შეგვიძლია განვიხილოთ. საინტერესო არის ასევე ფიზიკური სივრცეების დიზაინი, როგორ აწყობენ არქიტექტორები და სამახმარებლო გამოცდილების სპეციალისტები ფიზიკურ სივრცეებს, როგორ არის დაორგანიზებული და დაგეგმილი მაგალითად აეროპორტები, სადგურები და ასე შემდეგ. ბევრი თემა არის და თქვენთან ერთად ამ თემებს აუცილებლად ავარჩევ კიდე უფრო შემდეგ ვიდეოებში დეტალურად. რაც შეეხება კონკრეტულ ნახვებს და ციფრებს, ამაზე ჩაციკლული საერთოდ არა ვარ, იმიტომ რომ არ მაქვს რაღაცა ნიშნული, რომ ამადან პერიოდში ამდენი ნახვა მქონდეს, ამდენი ლაიქი, ამდენი გამოწერი, იმიტომ რომ რასაც იდეაში Instagram-ზე ვაკეთებ, რაზეც ვსაუბრობ, რაც ხალხს მოწონს და ასევე მეც მომწონს, ამას ვაკეთებ უბრალოდ სიამოვნებისთვის, ეს არის რაღაც ჩემი ჰობის დონეზე. ამ ყველაფრის კეთება, ვიდეოების გადაღება, მონტაჟი, დადება, ატვირთვა, შემდეგ უკავშირის მიღება. ეს რაღაცა განსაკუთრებულ мотивაციას და სიამოვნებას მანიჭებს. შესაბამისად, YouTube-ის დაწყებაც ერთ-ერთი ნაბიჯი არის ჩემი მხრიდან, რომ ამ თემებზე ვისაუბრო, ეს თემები განვიხილო და რაღაცნაირად თქვენგანაც უკავშირი მივიღო. მთავარია, რომ ჩემთვის კონტენტი და ასევე თქვენთვისაც იყოს მსუბუქი, სასიამოვნო საყურებელი და არ გაცდეს 10-15 წუთს და ვიდეო ესეების ფორმატში რაღაცა კონკრეტული ამბები და ისტორიები გაგიზიაროთ დიზაინზე. სულ ეს არის ჩემი welcome ვიდეო. დრო და დრო რაღაცებს გავაუმჯობესებ, სხვა შორის ეს არის ჩემი სამუშაო ოთახი. Instagram-ზე ვიდეოებსაც ამ ოთახიდან ვდებ და დროის უდიდეს ნაწილს, როცა სახლში ვარ, სწორედ ამ ოთახში ვატარებ. ნელ-ნელა რაღაცებს გავაუმჯობესებ, რაღაცებს დავამატებ, შეიძლება დეკორაცია საერთოდ შევცვალო და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია 2026 წელს, რომ ძალიან ბევრი კრეატორი არსებობს, ძალიან მრავალფეროვანია უკვე კონტენტი და ის დრო, რასაც თქვენ გამოყოფთ ჩემი კონტენტის საყურებლად, ეგ არის ძალიან დიდი პატივი ჩემთვის. ამისთვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გითხრათ თქვენ. სულ ეს არის, რის თქმაც მინდოდა ჩემს პირველ ვიდეოში. კომენტარებში დამიწერეთ, რა თემების განხილვა გესიამოვნებოდათ ჩემგან და შევხვდებით ჩვენს შემდეგ ვიდეოებში.